მოგესალმებით ფსიქოლოგია ტაროს არხზე. დღეს გვექნება გაშლა, სადაც ასე რომ ვთქვათ, შევაჯამებთ 2025 წელს. სანამ გავაკეთებთ გაშლას მომავალ წელზე, მოდით გავაკეთოთ გაშლა იმაზე თუ რა იყო, რა მოხდა, რა გავუშვით და ასე რომ ვთქვათ, დავხუროთ გეშტალტები და დავსვათ საბოლოო წერტილი სიმბოლური გაშლა, რომელიც დაგვეხმარება ამ ყველაფრის ენერგეტიკულად განხორციელებაში და შესაძლოა ვიღაცისთვის ფიზიკურადაც იყოს ეს, ხო? ვნახავთ რჩევებს, ვნახავთ რა ვისწავლეთ, რა შედეგები გამოვიტანეთ 2025 წლიდან და მსგავსი კითხვები გვექნება. ხომ ჯამში ბევრი რო არ ვისაუბრო, ასე რომ ვისთვისაც ეს არის აქტუალური საკითხი და ვისაც სურს რომ 2026-ში შევიდეს განახლებული ენერგიები და ასე სუფთა ფურცლიდან დაიწყოს, მაშინ ეს გაშლა არის თქვენთვის, იმიტომ რომ მე დავტენ ეს გაშლა იმაზე, რომ ამ გაშლის მოსმენისას თქვენ განთავისუფლდეთ სიმძიმისგან, რომელიც მოგდით თქვენი წარსულიდან და გაუშვათ ის ყველაფერი მძიმე, რაც აქამდე ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში, ან კონკრეტულად 2025-ში ხდებოდა და საბოლოოდ გაუშვათ, განთავისუფლდეთ და დახუროთ ის. კარგი, გვექნება ორი პოზიცია, პირველი პოზიცია ბარათებით და მეორე პოზიცია, ხო? მეტასიც ავირჩიოთ. პირველი პოზიცია და მეორე პოზიცია. ვისაც უფრო მეტი დრო დასჭირდება, შეგიძლიათ ვიდეო დააპაუზოთ, ასევე ტაიმკოდები არის მითითებული ამ ვიდეოს ქვემოთ, როგორც სულ, დეტალური ინფორმაცია თუ სად მიპოვოთ და ასე შემდეგ, სად შემეხმიანოთ, ინსტაგრამი, ტელეგრამი, ვატსაპი, ყველაფერი არის ამ ვიდეოს ქვემოთ და თვითონ არხის ბიოგრაფიულ ველშიც. კარგი, დავიწყოთ პირველი პოზიციით ჩვენ. ასე გადავდოთ ეს. დავიწყოთ პირველი პოზიციით, ხო? ვიკითხავ, რომელი დასტა ისაუბრებს კონკრეტულად. მოდით ვნახოთ სიგნიფიკაცია პირველი პოზიციის, ისეთი რომ მიხვდეთ ეს თქვენზეა, რომ თქვენი გაშლა, თქვენი პოზიცია, გავაკეთოთ სიგნიფიკაცია, ხო? სიგნიფიკაცია პირველი პოზიციის, აი ახლა პირველი პოზიციის სიგნიფიკაცია გვაჩვენეთ. მე მის ცხოვრების ამ ეტაპზე. რა ხდება პირველი ეს რა სიგნიფიკაცია გვაქვს აქ. აქ ეს რა არის? ასეთი აქ არ გამოურიცხავ, რომ სიგნიფიკაციაში იყოს რაღაც გაურკვეველი მომენტები, ხო? ეს რა არის? ეს თვითონ პირველი პოზიცია გადის რაღაც ასეთ მომენტებს, თუ თქვენში არის აქ რაღაც ტრანსფორმაცია, პირველ პოზიცია. თქვენში ამ ეტაპზე, თქვენი ცხოვრების ამ ეტაპზე არის განსაკუთრებული რაღაც დინამიური ტრანსფორმაციები. ვიღაცასთან ეს ტრანსფორმაციები არის გარემოში, ხო? თქვენს გარე სამყაროში და ვიღაცისთვის შიგნით, თქვენს შინაგან სამყაროში მიმდინარეობს ეს ცვლილებები, ეს ტრანსფორმაციები და ეს ძველის ნგრევის პროცესები. ვიღაცასთან კიდე ორივე, ხო? რაც სავსებით ლოგიკურია. გარედანაც მიდის ცვლილება და შიგნიდანაც არის ეს ცვლილება. არ ჩვეულებრივი, აქ მართლა ესეთი ძალიან ძლიერი ენერგიებია, მაგრამ არასტაბილური. შესაძლოა მომენტებში აქ პირველი პოზიცია რაღაც როგორ ავღწერო, ადრენალინშიც იმყოფებოდეს ამ ცვლილებებიდან, იმიტომ რომ აქ არ არის სტაბილური ენერგიები, საერთოდ არის დანგრევა რაღაცა ძველის, შესაძლოა რაღაც ამბიციების დანგრევა, ან რაღაცა ესეთი ჩვენი ისეთი სურვილების დანგრევა, რაც უკვე ჩვენზე აღარ მუშაობს, თუმცა აქ რაღაც ამბიციურობაც იგრძნობა, რაღაცის მიღწევის სურვილიცა, ქმედების სურვილიცა, მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ მოდის გრევა, გაღვიძება, დასრულება და ტრანსფორმაცია.
ძალიან საინტერესო სიგნიფიკაცია მინდა ვთქვა აქ. აქ უმრავლესობისთვის უმრავლესობისთვის აქ არის ტრანსფორმაცია და კვერცხების დედოფალი დაგვიჭდა თანხავ. უმრავლესობისთვის ვინც ახლა ისმენს პირველ პოზიციას, თქვენთვის ეს არის ტრანსფორმაცია. უმრავლესობისთვის კიდევ ერთხელ არ არის აუცილებელი ყველასთვის ასე იყოს, რადგანაც საჯარო და ზოგადი გაშლა ვიღაცასთან ასია, ვიღაცასთან ცოტათი რეზონირებს, ვიღაცასთან საერთოდ არა, ბუნებრივია, ზოგადია. მაგრამ უმრავლესობისთვის აქ მიმდინარეობს ცვლილება, ტრანსფორმაცია და შემიძლია თქვა გამოღვიძებაც, სულიერი გამოღვიძება, თქვენი ცნობიერების გაღვიძება და მატერიისგან, აი როგორ თქვა, რო გძინავს რაღაც ისეთ რეჟიმში ხარ, აი მატერიის რეჟიმში ხარ, არ ფიქრობ რაღაც ისეთ მომენტებზე, ან ვერ ფიქრობ და უცებ ხდება რაღაც შენს ცხოვრებაში, ან შენში, რაც გახსენებს უმნიშვნელოვანეს ასპექტს ჩვენი ცხოვრების, ჩვენი სული, ჩვენი შინაგანი მე, ჩვენი უზენაესი მე, ჩვენი ინტუიცია, ჩვენი შინაგანი ეზოთერული მაგია, ძალა, რა ვიცი, ხო, რაც გინდათ ის უწოდეთ, მაგრამ აი ეს მიმდინარეობს ახლა პირველ პოზიციაში და მის ცხოვრებაში, ასე რომ ძალიან საინტერესოა. მართლა ძალიან საინტერესო. ვინც აი ბუნებრივია ეს აქ ისეთი ენერგიებია, ეს არ არის დავჯექი რელაქსში ვარ და ძალიან მარტივად და ლაითად ჩაიარა ყველაფერი. ბუნებრივია აქ ძალიან ისეთი სწრაფი ცვლილებებია, არაპროგნოზირებადი, რაც იწვევს სტრესს, რა თქმა უნდა, ასე რომ ვინც ამ ყველაფერს განიცდით, ბუნებრივია, რასაც ახლა თქვენ განიცდით და რასაც გრძნობთ. იცოდეთ უბრალოდ, რომ ეს არის მაგარი. ეს არის თქვენთვის ძალიან მაგარი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მოიტანს ძალიან მაგარ დადებით ეფექტს. იმ გაგებით, რომ განთავისუფლდეთ იმ ყველაფერი, როგორ თქვა, აი ჩირქიანი ასპექტებიდან, რაც თქვენ ცხოვრებაში იყო. და გავშვათ საბოლოოდ ეს ყველაფერი, ხო? ნუ არ ჩვეულებრივ სიგნიფიკაცია მინდა ვთქვა. კარგი, ეს გასაგებია. გავწიოთ ახლა ჩვენ ეს აქ. აი ასე რაღაცნაირად და დავიწყოთ თვითონ უკვე ჩვენი საკითხი. გაშლა ჩვენს საკითხთან დაკავშირებით, აქ დავდებ ამას. და პირველი კითხვა. ჯამში, აი ეს 2025 წელი, ხო? ჯამში როგორი იყო პირველი პოზიციისთვის? აქ ეფექტური იქნება, მე მგონი. როგორი იყო ჯამში ეს 2025 წელი პირველი პოზიციისთვის? ძალიან ჩელენჯური და ძალიან განმავითარებელი. აი აქ არაჩვეულებრივი განვითარების შესაძლებლობებია პირველ კუთხით საკუთარ თავთან. აქ 2025 წლის განმავლობაში პირველ პოზიციას ჰქონდა ისეთი მომენტები გამოწვევის საკუთარი თავის მიმართ, საკუთარ თავში მიმდინარეობდა ეს ცვლილებები, რომ უფრო მკვეთრად დავუკავშირდეთ საკუთარ თავს, უფრო გავიგონოთ საკუთარი ხმის ხმა, უფრო რაღაც მომენტებში ჯანსაღი ეგოიზმი, მომენტებში დროის დათმობა საკუთარ თავზეც, სხვებზეც მოსმენა, ესეც, ბალანსის პოვნა საკუთარ თავსა და გარემოს შორის თან ჯანსაღი საზღვრების აშენების მეშვეობით. იქნება ეს ურთიერთობა თუ ზოგადად, ხო, სიტუაციურად. არაჩვეულებრივი წელი იყო. ეს წელი მოგცემდათ არაჩვეულებრივ შესაძლებლობას განვითარებისთვის, სულიერი, ფიზიკურიც, ენერგიული ეფექტური წელი იყო, მაგრამ დინამიური. ამ წლის განმავლობაში პირველ პოზიცია შესაძლოა ყოფილიყო მოკლებული რაღაც ბალანსს და სტაბილურობას, იმიტომ რომ აქ დაიწონა სულ რაღაც ქვემოთ და ეს ყველაფერი მოულოდნელი იყო. აქ არის ბრაზიც, აგრესია, ფრუსტრაცია საკუთარი თავის მიმართ, ვიღაცების მიმართ, ან სამყაროს მიმართაც იყო მომენტები, სადაც შესაძლოა უიმედობაც იპყრობდა აქ პირველ პოზიციას, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ეს ყველა გზა იყო არაჩვეულებრივი იმისათვის, რომ პირველი პოზიცია გაცნობოდა საკუთარ თავს და აი საკუთარ გულსა და გონების შორის ეპოვა ზომიერება და ზოგადად ზომიერება ეპოვა საკუთარ თავში. ხო? აი ზოგადად, ძალიან ზოგადად ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ახლა სიხმებში არ წავალ, აი ეს ვითარება იყო ამ 2025 წელს პირველ პოზიციის ცხოვრებაში. დეტალები ახლა ბუნებრივია ყველასთან რაღაც სხვა და სხვა არის და ეს უკვე თქვენ თვითონ მოარგეთ იმ ინფორმაციას, რასაც მე გიზიარებთ, ხო? კარგი. ვიკითხოთ, რა გასწავლათ
ამ 2025 წელმა თქვენ. აქ მე უკვე ხედავ რაც, მაგრამ მაინც. მიუხედავად სირთულეებისა, რასაც გავდივართ ცხოვრებაში, რომ გჯეროდეს, რომ მზე ანათებს, ხო? და ნახეთ, როგორ საინტერესოდ დაჯდა. აქ ხო არის მზე და აქაც ნახეთ მზის სხივები, ხო? უპირველეს ყოვლისა ამ 2025 წელმა პირველ პოზიციას ასწავლა, რომ როგორი რთულიც არ უნდა იყოს, როგორაც არ უნდა გეშინოდეს, ხო? აი რა ჩელენჯებიც არ უნდა იყოს შენს ირგვლივ, შენს გვერდით, ვინც არ უნდა იყოს შენს გვერდით, სულ გაიხედე წინ მზის სხივებისკენ, სულ გჯეროდეს, რომ აი ამ მოღრუბლულობიდან გამოანათებს მზე და ზოგადად, რომ წვიმის შემდეგ სულ გამოდის მზე. ხო, მეტაფორულად ავხსენი, მაგრამ მე ვფიქრობ გაიგებთ, გამგებები. გამგონი გაიგებს. ხო, ასევე კიდევ აქ არის ისიც, რომ წარსულიდან ასე რომ ვთქვათ, წარსულიდან გამთავისუფლდეთ, რომ არ ვათრიოთ ეს სიმძიმე ჩვენს მხრებზე და არ ვიყოთ წნეხის ქვეშ და არ ვამყოფოთ საკუთარი თავი ამ წნეხის ქვეშ, რომ ყველაფერი ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ, რომ უფრო მეტად რაღაც მომენტებში საჭიროა მოდუნება, სილაღე, ბავშვური მომენტები, ხო? რომ აი მივცეთ ჩვენ შინაგან ბავშვს შესაძლებლობა, რომ გამოვლინდეს დრო და დრო, იმიტომ რომ ყველაში ცხოვრობს ბავშვი და აქაც ძალიან მნიშვნელოვანია პირველი პოზიციისთვის, რომ მომენტებში უბრალოდ აი ანათოს. მზე რომ არის ლაღი, ხო? აი უბრალოდ რომ უხარია ცხოვრება და ანათებს და იღებს სიამოვნებას. აი ესეც, რომ ვიყოთ უფრო მეტად გახსნილები სამყაროს მიმართ, სოციუმის მიმართ, უფრო მეგობრულები, უფრო პოზიტიურები. აქ აბსოლუტურად დიდი ასპექტი არის იმაზე, რომ უფრო ლაღები ვიყოთ. გულწრფელები, ღია, პოზიტივზე, ოპტიმიზმზე ფოკუსირებულები, ხო? უფრო აი ამ ყველაფერს გაჩვენებდათ და ასე რომ ვთქვათ, უფრო კიდევ სწორად გასწავლიდათ 2025 წელი. აქ არ ჩავალ სიღრმეებში. ვფიქრობ ეს თვითონაც პირველმა პოზიციამაც იცის, აქ რისი ჩვენება სურდა 2025 წელს. ეხლა ჩვენ ვიკითხოთ ეს. რა შესაძლებლობები, უნარები განბლოკეთ 2025 წელს თქვენს ცხოვრებაში და თქვენში, ხო? ძალიან ბევრი. ზუსტადაც რომ განბლოკეთ. ბევრი შესაძლებლობები. აქ არ არის ერთ საკითხზე საუბარი, აქ პირველმა პოზიციამ ბევრი რაღაც განბლოკა საკუთარ თავში აი ამ 2025 წლის განმავლობაში. აქ არის ის, რომ უფრო მეტად წარმატებულები გახდით, უფრო მეტად თავდაჯერებულები გახდით, უფრო თამამად ავლენთ საკუთარ თავს, იცავთ საკუთარ თავს, აი ამბობთ საკუთარ თავს მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ვიღაცები არ დაგეთანხმონ, ან გითხრან, რომ ეს ასე არ არის და რაღაცა. არა, მე ასე მინდა, მე ასე ვთვლი, მე ასე ვხედავ და მე ვაზიარებ ჩემ აზრს და თუ რაღაც არის გასაკეთებელი, მე მაქვს ჩემი მიზანი, ამოცანა და ვდგამ შესაბამის ნაბიჯებს და მე მჯერა, რომ მივაღწევ წარმატებას, ან ისე იქნება, როგორც საუკეთესო იქნება ჩემთვის სიტუაციისთვის, ხო? აი ეს მომენტი აქ განბლოკა პირველმა პოზიციამ და ბევრი მიმართულება. აი ეს მომენტი შესაძლოა ბევრი სხვადასხვა მიმართულებით იყო. კარგი, აქ ზუსტად რა გვაქვს, აბა უფრო კონკრეტულები, რომ მივიღოთ შანსები, რომ აი ჩვენ რა მიზანი გვაქვს, რასაც ვაფასებთ, რაც არის ჩვენთვის, ასე რომ ვთქვათ, რაც ჩვენთვის ფასობს, არ არის აუცილებელი, რა თქმა უნდა, აქ მატერიაზე იყოს საუბარი, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო მაინც მატერია იქნება სავარაუდოდ, რადგანაც პენტაკლებთან გვაქვს საქმე, ხო? ნებისმიერ შემთხვევაში, რაც ჩვენთვის ფასობს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის მივიღოთ. აქ უფრო მეტად მომენტი არის იმისიც, რომ აი მე ვიცი რა მინდა და თუ მე ეს მინდა, მე ამას დაველოდები და მე ამას მივიღებ. ესეც არის. შესაძლოა ვიღაცისთვის ეს პირდაპირ ვიღაც კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით იყო, ხო? პენტაკლების მეფე გვაქვს აქ. აქ კონკრეტული ადამიანია თუ სიტუაცია. ორივე
ნაით ორივე ვიღაცასთან ადამიანიც, ვიღაცასთან სიტუაციაც, ვიღაცასთან ორივე, ხო? ეს უკვე ძალიან ინდივიდუალურია, რადგანაც გაშლა საჯაროა. აქ უკვე თქვენ თვითონ მოარგეთ, ხო? მაგრამ ზოგადად ამ წელმა ბევრი რაღაც გასწავლათ აქ, ხო? როგორ განვავითაროთ სიტუაცია, როგორ გადავჭრათ საკითხები, სადაც არის მაგალითად აი ბუქსაობთ, ხო? ან ურთიერთობასთან დაკავშირებით არის ბუქსაობა, ან რაღაც მოვლენა არ მიდის წინ, ან ვერ მიდის წინ და ჩვენ სტრატეგიულად ჭვრეთთ წინ რაღაც რანაბიჯები გადავდგათ, როგორ ვიმოქმედოთ და შემდეგ უკვე მოქმედებთ. თან ისე მოქმედებთ, რომ ჩვენ დარწმუნებულები ვართ საკუთარ შესაძლებლობებში, საკუთარ წარმატებაში და რომ გამოგვევა. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია აქ და უფრო შემართებითა ვართ. აქ ისიც არის, რომ უფრო მეტი ცდა არის, იცი? აქ შესაძლოა პირველი პოზიცია თუ ადრე ღელავდა იმასთან დაკავშირებით, რომ აი თუ გამომივა ან ვერ შევძლებთ და რაღაც, აქ უკვე ეს არც ისე აქტუალურია პირველი პოზიციისთვის, იმიტომ რომ ზუსტადად შესაძლოა ვიღაცებმა აი ეს განბლოკეს საკუთარ თავში, რომ მე აღარ მეშინია, მე უბრალოდ ვცდი, ამასაც ვცდი, იმასაც ვცდი და იმასაც ვცდი, სანამ არ მივალ იმ გზამდე, რაც მე მინდა. ხო, ასე რომ, არაჩვეულებრივია, მომწონს ძალიან. კარგი, გავაგრძელოთ. რა მძიმე და ის რეალურად რაც აღარ ჭირდება პირველ პოზიციას მის ცხოვრებაში, რა მიაქვს 2025 წელს თან და ამისგან ანთავისუფლებს უკვე პირველ პოზიციას. არასტაბილურობა და არაპროგნოზირებადობა, სადაც შესაძლოა პირველ პოზიციამ არ იცოდა რა უნდოდა. არ იყო ჩამოყალიბებული რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, ხო? აქ უფრო თან საბემაღალი არკანი რო დაჯდა, აქ უფრო რა არის? ის რომ არ ვიცი რა მინდა და რა მიმართულებით წავიდე, თუ სადაც მე როგორ თქვა, არ ვხელმძღვანელობ მოვლენებს და ველოდები, რომ რაღაც აუცილებლად მოხდება. ესეც არის ვიღაცებისთვის, მაგრამ უფრო პირველი, რაც ვთქვი, ხო, პირველი ვარიანტი, რომ არასტაბილურობა, არაპროგნოზირებადობა და გაურკვევლობა მიდის. და მოდის რა? გეგმა და ცოდნა და აი გამოსავალი. ზუსტად ვიცი რა მინდა და ვიცი როგორ მოვაგვარო, ვიცი როგორ გადავჭრა, ხსნა მოდის, ასე რომ ვთქვათ, ხო? თუ აქამდე იყო აი გაურკვევლობა, აბსოლუტური რაღაცა ილუზიები, ლოდინი, უმოქმედობა, ხან ზემოთ, ხან ქვემოთ და ციკლივით მიდიოდა ეს ყველაფერი, ხო? ტრიალებდა. აი აქ ეს მიდის. 2025 წელს ეს მიაქვს. იმიტომ რომ მოდის გარკვევლობა, მოდის ცოდნა, ზუსტადაც მოდის კონკრეტულობა, იქნება ეს საკუთარ თავთან დაკავშირებით, თუ საკუთარ ცხოვრებასთან დაკავშირებით, თუ ისევ ვინმე ადამიანთან, ან ადამიანებთან დაკავშირებით. არაჩვეულებრივი რაღაც მიაქვს აქ 2025 წელს, მინდა ვთქვა, ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ბუქსავი აღარ იქნება, გაურკვევლობა აღარ იქნება. გაურკვევლობა ისეთი სახის, ხო ხვდებით, სადაც არ ვიცი რა არის ჩემი მიზანი, იმიტომ რომ აქ ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, თითქოს კი, მიზანი უკვე იცის პირველმა პოზიციამ თავისი, სიძლიერის არკანი დაჯდა. თქვენ უკვე გაიზარდეთ იმ დონემდე, რომ თქვენ აი მზათა ხართ უკვე იმოქმედოთ და შექმნათ ის რაღაც, რაც წარმოადგენს თქვენს მიზანს. აქ პირველი პოზიცია იცის აქ რაზეც არის საუბარი. მიხვდება თუ ეს აქამდეც რეზონირებდა, აქ მიხვდებით რაზეც ვსაუბრობთ, ხო? აქ პირველმა პოზიციამ უკვე იცის. ან მიახლოებით მაინც იცის, ხო, რაც უნდა აკეთოს და აღარ არის აქ გაურკვევლობა, ილუზიები და ლოდინები საჭირო მისთვის. კარგი. ეხა ესეთი ბოლო წერტილი, სიმბოლური, რაც ასევე იმოქმედებს თქვენზე, თქვენ ცხოვრებაზე დადებითად, რომ 2025 წლის მოვლენები გავუშვათ და დავსვათ წერტილი და დავხუროთ ეს გეშტალტი იმისათვის, რომ სუფთა ფურცლით, ახალი ფურცლიდან შევიდეთ ახალ წელში, ხო, ახალ ენერგიებში. და აქ ჩვენ ვკითხულობთ სიმბოლოს უფრო სწორად სადამ აქ სიმბოლოს და ქმედებას, ხო? რა სიმბოლო, რა ქმედება და
დაეხმარება პირველ პოზიციას საბოლოოდ დახუროს 2025 წელი. იქნება ეს ენერგეტიკულად თუ ფიზიკურად. და აქაც ვიბრაციაც დავდოთ. აბა ვნახოთ რა სიმბოლო. მთვარე, მეგობრებო, მთვარე. შეგიძლიათ აქ მთვარის ფაზებზე იმუშაოთ. როდესაც იქნება ისეთი მთვარის ფაზა, სადაც ჩვენ ვმუშაობთ წარსულის გაშვებასთან, განთავისუფლებასთან, მძიმესგან განთავისუფლებისგან, ხო? აი, იქ განსაკუთრებით გამოიყენეთ. სხვათა შორის 21-ში გვაქვს იული, იგივე, იოლსაც უძახიან, ხო? აი, იცოდეთ, რომ 21-ში ზუსტადაც არაჩვეულებრივი იქნება ასეთი პრაქტიკები. განთავისუფლება სიძველისგან. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საკუთარ თავში, საკუთარ ცხოვრებაში. და ასევე აქ არაჩვეულებრივია მედიტაციები საკუთარ თავთან, რომ აი, ასე რომ ვთქვათ, გავასუფთავოთ ჩვენი შინაგანი სამყარო, რომ შემოვიდეს ახალი ენერგიების შემდგომში უკვე. და მნიშვნელოვანია აქ ვიმუშაოთ გაშვებაზე. წყალთან შეგიძლიათ იმუშაოთ, მთვარესთან შეგიძლიათ სიმბოლურად იმუშაოთ, ხო? სანამ 2026 წელი მოვა, აი ეს სიმბოლოები აქ ძალიან დაგეხმარებათ. სითხეები განსაკუთრებით, წყალი, მთვარე, აი განსაკუთრებით, მცენარეები. აი ეს სიმბოლურად ძალიან დაგეხმარებათ და forgiveness, bring freedom, პატიება გჩუქნის თავისუფლებას. გავუშვათ უპატიებელი ისტორიები, ვაპატიოთ, სადაც გრძნობთ, რომ გვჭირდება ეს და გავუშვათ, რადგანაც როდესაც ჩვენ ვუშვებთ ბრას ან წყენას ვინმესთან დაკავშირებით, რამესთან დაკავშირებით, საკუთარ თავთან დაკავშირებით, ეს ჩვენ გვანთავისუფლებს და შემდეგ აღარ გვეშლება ხელი, ხო? არ არის აუცილებელი პირდაპირ ადამიანს ვუთხრათ, რომ აი მაპატიე და რაღაცა თუ ამის შესაძლებლობა არ არის მაგალითად, ხო? ხო არის, რომ შესაძლებლობაც არ არის ამისი, აღარ არის. ან არ გინდათ პირადად და ისე ხო, ისეთ შეგიძლიათ, რა თქმა უნდა. თქვენში თქვათ ეს სანამ არ იგრძნობთ შვებას, ან დაწეროთ ფურცელზე ეს მაგალითად და დაწვათ, ან წარმოედგინოთ, რომ იმ ადამიანს წერთ წერილს და დაწეროთ ყველაფერი, რაც თქვენ გტკივათ, რაც თქვენ გაწუხებთ. თუ ბოდიშის მოხდა გინდათ, ესეც შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, აქ უკვე ინდივიდუალური ვის როგორ რა და რა ურჩევნია რომ დაწეროს, როგორც ასეთი ეს ტექნიკაც შეგიძლიათ გამოიყენოთ, არაჩვეულებრივია, იქამდე სანამდე არ იგრძნობთ შვებას, შემდეგ დაწვათ ეს ასე რომ ვთქვათ, წოდებული წერილი, ხო? ძალიან კარგი არის, ეფექტურია, პირადად მეც გამომიცდია ბევრჯერ და ძალიან მეხმარება. ასე რომ, ასეთი საინტერესო, ისეთი მოკლე ინფორმაცია იყო აქ. 2025 წელთან დაკავშირებით გისურვებთ, რომ საბოლოოდ გაუშვათ ყველაფერი სიმძიმე თქვენი ცხოვრებიდან და გადახვიდეთ 2026-ში სუფთა ახალი ენერგიებით. და ყოფილიყოს 2026 წელი თქვენთვის სიყვარულის, სიხარულის, წარმატების, ბედნიერების ზოგადად წელი, ხო? ვუშვებთ 2025-ს. იყოს ასე, ამაზე პირველი პოზიციის გაშლა დავხურეთ, ვისთვისაც რეზონირებს დალაიქეთ, დატოვეთ თქვენი კომენტარი სრული ენერგოგაცვლა გამოცვლისთვის და ასევე უფრო მეტად რომ გავააქტიუროთ ეს გაშლა თქვენთვის, ვისაც მოსწონს ჩემი გაშლები, მაგრამ ჯერ კიდევ არ გამოუწერია ჩემი არხი. ან პირველად ისმენს ახლა, ხო? თუ მოგწონთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, მსურველებს გელოდებით უკვე ინდივიდუალურ ბედის მატრიცის სესიებზე, ტარო სესიებზე, ხო? ინფორმაცია სად როგორ ანაირად მომძებნოთ და ასე შემდეგ, ყველაფერი არის ვიდეოს ქვემოთ აღწერაში. წარმატებებს გისურვებთ ყველას. მივესალმები, ვინც აირჩია მეორე პოზიცია და დასაწყისისთვის დავიწყოთ სიგნიფიკაციით, რომ მიგრძნოთ. თქვენზეა ეს ისტორია, არ არის თქვენზე, ხო? რომ მიგრძნოთ რეზონირება თქვენთან. კარგი, თვითონ მეორე პოზიციის სიგნიფიკაცია ახლა. მისი ცხოვრების აი ახლანდელ ეტაპში. სიგნიფიკაცია,
სამი, როგორი კარგი, აქ წინსვლა. ხო, აქ მესამე პოზიცია მეთქი. სამიანები რომ მესამე პოზიციაზე გადავედი, ხო? ციფრი 3 აქ აქტუალურია მეორე პოზიციისთვის, მინდა ვთქვა. ხო, ესე იგი, აქ რა სიგნიფიკაცია გვაქვს? წინსვლა. კომუნიკაციები, წინსვლა. კომუნიკაციები შეიძლება იყოს გარე წრესთან, ხო? გარემო სამყაროსთან, ჯგუფთან, რამოდენიმე ადამიანების ჯგუფთან, ან კონკრეტულ ადამიანთან, ასევე საკუთარ თავთანაც დაკავშირებით. აქ არის აბსოლუტური წინსვლა, განვითარება და თასების მეფე გვაქვს ბოლოში. თასების მეფე ეს თვითონ მეორე პოზიცია, ეს რაღაც სიტუაციები თუ კიდე სხვა ადამიანი, თვითონ მეორე პოზიცია, სიტუაციები, სხვა ადამიანის კარტიც ისე გადამიხდა. არ მგონია იცით იმ დონემდე სხვა ადამიანი იყოს, რამდენადაც თვითონ მეორე პოზიცია და სიტუაციები. აქ სწავლობს რაღაცების არიდებას მეორე პოზიცია და ისე გამოსვლას მოვლენებიდან, სადაც იქნება თვითონ გამარჯვებული, ხო, რაღაც ამ კუთხით. და საერთოდ აქ უფრო ისეთი ენერგიები, წინსვლის, სწავლის, ახალი ინფორმაციის გაგების, ძველის დახურვის, ხო, უფრო მეტად ამ კუთხით არის აქ სიგნიფიკაცია მეორე პოზიციისთვის, ასე რომ ვისთვისაც რეზონირებს, აგრძელებთ მოსმენას, ვისთვისაც არ რეზონირებს, არ აგრძელებთ მოსმენას. მარტივია. კარგი, ვნახოთ ჯამში, როგორი იყო ეს 2025 წელი მეორე პოზიციისთვის, ხო? როგორი იყო ჯამში? აქ ასეთი საბეჭდილება მაქვს. არც ისე მარტივი, არც აქ. აქაც მეორე პოზიციამ ამ 2025 წლის განმავლობაში გაიარა არაერთი ტრანსფორმაცია, 10 ჯერ დავარდა და აღდგა. უამრავი ტრანსფორმაცია განიცადეთ თქვენ ცხოვრებაში, თქვენში და ასევე ვიღაცებმა შესაძლოა აქ შეიცვალეს ტოტალურად ადგილსამყოფელიც კი. ან თქვენ სახლთან დაკავშირებითაც დიდი ცვლილებები, ოჯახთან დაკავშირებით, ან სადაც ცხოვრობთ, სადაც სტაბილურად იყავით აქამდე, ამასთანაც შესაძლოა ყოფილიყო აქ სიტუაციები, ხო? ძალიან დიდი ტრანსფორმაციები თქვენ სამყაროში და თქვენი ფიგურა სამყაროსთან დაკავშირებით, ეს კომუნიკაციაც სამყაროსთან ძალიან დიდი ცვლილებების ქვეშ მოხდა ამ 2025 წელს, რაც იდეაში დაგეხმარებათ, ან დაგეხმარათ უკვე, რომ ზომიერება გეპოვათ საკუთარ თავთან. სხვათა შორის, პირველ პოზიციასთანაც იყო ეს არკანი თუ რა მოხდა მე მგონი ამ კითხვაზე იყო, ზუსტად ეს არკანი თუ სწორად მახსოვს, თუ არ ვწდები და აქაც არის მეორე პოზიციასთან ზომიერება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო შინაგანი ზომიერების პოვნა, ამ ტრანსფორმაციების ფონზე, ამ ყველაფრის დასრულება და უფრო ბოლო შტრიხის დატანა ნახატზე, დასრულება და უკვე ზომიერებაში გასვლა, ასე რა ვთქვათ, ხო? მაგრამ არაერთი ტრანსფორმაცია იყო აქ, შესაძლოა ასევე ძველის გაშვება, დასრულება, უამრავი იდეა მაქვს ამ სამყართან დაკავშირებით და ბუნებრივია ახლა ყველას არ ჩამოვთვლი, იმიტომ რომ ეს გაშლა არის საჯარო, მაგრამ რაც ავღწერე, ვისთვისაც ეს მოდის ახლოს რეზონირებს და გრძნობთ რომ თქვენზეა, დეტალები უკვე თქვენ თვითონაც იცით და მოარგეთ ამ ინფორმაციას, რაც გავაჟღერე. კარგი, ვნახოთ რა გასწავლათ, ხო? ამ 2020, აქედან გამომდინარე, უკვე ხვდები რაც, მაგრამ ვიკითხოთ მაინც რა გასწავლათ ამ 2025 წელს. რომ სადაც თქვენ არ ხართ ავსებულები, სადაც თქვენ რელაქსში არ ახართ, სადაც თქვენ ვერ გიგებენ, სადაც თქვენ საზღვრებს არ ღვევენ, თქვენ ინტერესებს არ იცავენ, სადაც ემოციურად გამოფიტულები ხართ და არ არის თქვენთვის საინტერესო, არც ინტელექტუალურად, არც ემოციურად, ხო? ამ ყველაფრის დახურვა და ამ ყველაფრის დასრულება. ერთი სიტყვით შემიძლია შევაჯამოთ და ვთქვა, რომ რაც მავნებელია და დამანგრეველია იმისგან განთავისუფლება. და შეყვარებულების არკანი, კი ბატონო, არჩევა ისეთი რაღაცეების და ვიღაცეების, სადაც
არის სიყვარული, სადაც არის სილაღე, მიმღებლობა, ღიაობა, გაგება, მიღება, ემპათია, სილამაზე, შინაგანი, გარეგანი, ხო? და არა ტოქსიკურობა, გამოფიტვა, დათრგუნვა, შეურაცხყოფა და ასე შემდეგ, ხო? აი, ეს გასწავლად აქ 2025 წელმა, რომ რაც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა იყოს, პირველ რიგში აუცილებელია, რომ ვიზრუნოთ საკუთარ გრძნობებზე, საკუთარ მდგომარეობაზე და ავირჩიოთ სიყვარული და იქ სადაც არის ჩვენთვის ნამდვილი სიყვარული და ისეთი აქ არ არის აუცილებელი მანდა მაინც რომანტიულ სიყვარულზე იყოს, რა თქმა უნდა, საუბარი. შეიძლება ეს იყოს საყვარელი საქმე, ან ისეთი სოციუმი, სადაც ჩვენც გვაფასებენ, ჩვენც ვაფასებთ და მოგწონს, ხო? ისეთი საქმიანობა, რაც გვავსებს და ჩვენთვისაც საინტერესოა, სადაც პერსპექტივები გვაქვს და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესოა. კარგი, რა შესაძლებლობები გამბლოკა აქ მეორე პოზიციამ ამ 2025 წელს საკუთარ თავში? განიბლოკა ეს შესაძლებლობები. აი, უდიდესი ენერგია, მინდა ვთქვა აქ, უდიდესი სიძლიერე, უდიდესი ენერგია, სიახლის, ინოვატორობაც არის აქ და იგრძნობა და ლიდერობის, რომ აი მე ეს მაინტერესებს და მე აღმოვაჩენ ამ საინტერესო დეტალებს ამ იდეაში, ჩავყვინავ ამ იდეაში და მე არ მეშინია, რომ ეს არ გამოვა. ძალიან ძლიერი ლიდერობა, ზოგადად სიძლიერე, წამყვანობა, ინიციატორულობა და უშიშრობა იმასთან დაკავშირებით თუ გამოვა, არ არის მთავარი. აქ მთავარია მომწონდეს, მანთებდეს ეს იდეა, ან ეს პროექტი, ან უბრალოდ ურთიერთობა. ხო? მომწონდეს, მანთებდეს და უფრო მეტი სითამამე განიბლოკა აქ. სითამამე, კრეატიულობა, ლიდერობა, სიძლიერე, საკუთარ თავში დარწმუნებულობა და სიახლე. სიახლის აღმოჩენა საკუთარ თავში, საკუთარ ცხოვრებაში, სიახლის შემოტანა. აი ამ რაკურსში ეს ყველაფერი. რა იც, რაც აღარ ჭირდება აქ მეორე პოზიციას, რეალურად აღარ ჭირდება, მიაქვს 2025 წელს. აქ მიაქვს ან ვინმე, ან რაღაც ვნახოთ. ხმლების მეფე, ეს არის ვინმე კონკრეტული პიროვნება, მეორე პოზიციის გარდა რა თქმა უნდა, თუ ასეთი სიტუაციები, მდგომარეობები უფრო მეტად. თუმცა, რადგანაც ეს არის საჯარო გაშლა, ვისთვისაც რეზონირებს, შესაძლოა ეს იყოს ვიღაცაც კი. მაგრამ ახსნი ახლა რას გულისხმობ. ამ 2025 წელს მიაქვს ყველა ის სიტუაცია, სადაც თქვენ ვერ ხედავდით გამოსავალს. ყველა ის სიტუაცია, სადაც თქვენ სიტუაცია გთრგუნავდათ. თქვენს გონებაში ეს სიტუაცია გთრგუნავდათ და ვერ ხედავდით გამოსავალს ამ სიტუაციაში. ვერ ხედავდით გზას. იყო შიში, იყო შფოთვა და ცდილობდით ძალის მეშვეობით ამ ყველაფრის ჩახშობას და გადალახვას. რაღაც ზედმეტი ფიქრით მეშვეობით, რასაც ატანდით ძალას, ხო, ასე იფიქრე, არ იფიქრო ამაზე და არ იყო მოსმენა საკუთარ თავზე, ხო? ასევე სიტუაციები, რაც ვერ ვითარდებოდა, სიტუაციები, სადაც თქვენ იყავით წნეხის ქვეშ, ან უბრალოდ ასეთი სიტუაციები, ან იმიტომ, რომ კონკრეტული ადამიანი იყო, ვის გამოთაც გრძნობდით ასე თავს, წნეხის ქვეშ. გამოუვალი, თითქოს არ არის გამოსავალი, ხო, ესეც. როგორც ასე ვთქვი, ვიღაცასთან შესაძლოა ეს იყოს ადამიანიც, შესაძლოა თქვენთვის ეს იყოს ის ადამიანი, ვინც გაგიშრო ცისხლი, ხო, ასე რომ ვთქვათ. გაგიშრო ცისხლი, სიქა გამოძრო, რო იტყვიან, ვიღაცა ასეთი და არსად წამსვლელი ურთიერთობა, ან არსად წამსვლელი სიტუაციები საბოლოოდ წავიდეს ამ ადამიანთან ერთად. ან ასევე კიდევ ერთხელ უმრავლესობისთვის უფრო ეს ვარიანტი იქნება, თუმცა არ ვიცით, რადგან გაშლა ზოგადია, რა თქმა უნდა, სადაც თქვენ გრძნობდით თავს, რომ არ არის გამოსავალი, არ ვიცი როგორ მოვიქცე, უძლურად გრძნობდით თავს, თითქოს კონტროლი თქვენს ხელში არ არის, ხო?
არ გრძნობდით სტაბილობას, არ გქონდათ გარკვეულობა, არ იყო გაცნობიერება, ან ვერ იყო იმის ხედვა, სად მივდივარ, რა ხდება, როგორ, რანაირად, ხო, აი ეს ყველაფერი მიდის. 2025 წელს ეს ყველაფერი თან მიაქვს. და საბოლოო წერტილი, ხო? საბოლოო ესეთი შტრიხი, რაც სიმბოლურად დაგვეხმარება, რომ დავხუროთ 2025 წელი. სიმბოლო, რომელიც დაეხმარება მეორე პოზიციას 2025 წელის საბოლოოდ დახურვაში და გეშტალტის დახურვაში ისევე ბუდიში ტავტოლოგიისთვის, მაგრამ ხო. სიმბოლო ქმედება, რაც დაეხმარება და ესე რჩევა. ვნახოთ სიმბოლო ქმედება. 4-იანი პენტაკლები, გაშვება. იმისი, რაც უკვე აღარ მუშაობს, არ შეგეშინდეთ ამის გაშვება, ადგომა და გაშვება. და რჩევა. It's okay to feel what you need to feel. ეს არის okay იგრძნო ის, რასაც გრძნობ. აი ეს არის აქ, ხო? ეს არის ნორმალური, რასაც ახლა განიცდით და რასაც გრძნობთ და ნუ იფიქრებთ, რომ აი ამას არ უნდა ვგრძნობდე. ხო? არა, რა თქმა უნდა, სავსებით ნორმალურია. დიდი ცვლილების წინაშე არის აქ მეორე პოზიცია. ამიტომ არ იღელვოთ და აქ სიმბოლო გვაქვს გაშვება. 4-იანი და 4-იანი, თან ნახეთ როგორი 4-იანია, ხო? აი აქედან აი ამ უმოქმედობიდან აი 4-იან კვერთხებში გადასვლა, ხო, სადაც გვაქვს მოქმედება, სადაც არის გაცვლა-გამოცვლა. ასევე სიმბოლურად, თუ არის რაღაც, რასაც ხელს უჭერთ, ხო, შესაძლოა ეს არის ნივთები, ფული, ან სიტუაციები, ან ურთიერთობა, ხო, გავუშვით. რაც უფრო გავუშვებთ, მით უფრო დაბრუნდება, მით უფრო განვითარდება, მით უფრო შედეგიანი იქნება და თქვენთვისაც სასიხარულო, რა თქმა უნდა. მიეცით ენერგიას შესაძლებლობა, რომ იმოქმედოს, იმიტომ რომ იმოქმედოს ენერგიამ უნდა განხორციელდეს რაღაც ქმედება, ხო და აქ არის უმოქმედობა. შესაძლოა ეს კონკრეტულ სფეროს ეხება ვიღაცასთან, შესაძლოა ზოგადად, ხო? იგრძნობთ თქვენთვის უფრო რომელი პოზიცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით. უბრალოდ გავუშვით ენერგია, ამოძრავდით, აი თითქოს ჩატუმბულია სადღაც ენერგია და საჭიროა აი ქმედება, რომ რაღაც ცვლილება კიდევ უფრო სწრაფად განხორციელდეს, ხო, აი ეს დაგეხმარებათ აქ რომ საბოლოოდ დაიმშვიდობოთ 2025 წელს და მოამზადოთ საკუთარი თავი, საკუთარი ცხოვრება ახალი 2026 წლისთვის. მადლობა ყველას, ვისთვისაც რეზონირებს, ვისაც მოეწონა ეს გაშლა აუცილებლად ენერგიული ბალანსისთვის, დალაიქეთ ეს გაშლა, დატოვეთ თქვენი უკავშირი. ასევე შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, დამიწეროთ თუ რა საკითხთან დაკავშირებით ისურვებდით ტაროს გაშლის მოსმენას, ესეც, ვისაც არ გამოუწერეთ ჩემი არხი, გამოიწერეთ, ვისაც მოგწონთ ჩემი გაშლები, ხოლო მსურველებს გელოდებით ინდივიდუალურ ტაროს სესიაზე და ბენის მატრიცის სესიებზე. ინფორმაცია სად მიპოვოთ, როგორ, რანაირად და ასე შემდეგ არის ამ ვიდეოს აღწერაში. წარმატებებს გისურვებთ ყველას და დროებით.